არიადნეს ძაფი, ძველი ბერძნული მითის მიხედვით. ძველად ქალაქ ათენში მეფობდა ძალიან ფიცხი მეფე, სახელად ეგეოსი. მას უყვარდა სპორტული თამაშები და შეჯიბრებები, მაგრამ ბრაზდებოდა, თუ მის სპორტსმენს ვინმე აჯობებდა. ერთ დღეს მეფემ სიბრაზე ვერ შეიკავა და გამარჯვებული სპორტსმენი მოკლა. ეს გამარჯვებული კუნძულ კრეტის მეფის მინოსის უმცროსი ვაჟიშვილი იყო. ამის შემდეგ ქალაქი ათენი თავისი მეფის სიფიწყის გამო ზღვის საფასურს უხდიდა კრეტის მეფეს. ყოველ 9 წელიწადში ერთხელ შავი ალქიან გემს 7 ჭაბუკი და 7 ულამაზესი ქალიშვილი მიჰყავდა კუნძულ კრეტაზე, რათა ისინი კაცი ჭაიმა მინოტავრისთვის შეეწირათ. მეფე მინოს უცნაური და უცნაური სახალხე ჰქონდა, თუ ვინმე შევიდოდა უკან გზას ვეღარ გამოაგდებდა. სასახლეს ლაბირინთი ერქვა. მეფეს მის შუაგულში კაცი ჭამია ურჩხული ჰყავდა, დამწყდეული სახელად მინოტავრი. ამ მინოტავრს კაცის ტანზე ხარის თავი ება. ერთხელ ამორჩეულ ახალგაზრდებთან ერთად წასვლა ოფლისტულმა თეზევსმაც გადაწყვიტა. მამამისი ფიცხი მეფე წინააღმდეგი იყო, მაგრამ თეზევსი სხვებთან ერთად მაინც ავიდა გემზე. ენტი რო გამოჩნდა, თეზევსი შეფიქრიანდა, განა მინოტავრი შეეშინდა. არა, იმან შეაფიქრიანა ურჩხულს რომ მოვკლავ გარეთ როგორღა გამოვიდეო. შავი ალქიანი გევი კუნძულ კრეტას მიუახლოვდა. ნაპირზე ყველა კრეტელი შეიკრიბა განწირულების სანახავად. შორის მეფის ქალიშვილი არიადნეც იყო. დანაღრიანებულ ვაჟებსა და ქალწულებს შორის მხოლოდ ერთი ჭაბუკი მოაბიჯებდა თავვაწეული. ეს იყო თეზევსი. არიადნეს იგი დანახვისთანავე შეუყვარდა. განწირულები ლაბირინთში უნდა შეეყვანათ მინოტავრთან. არიადნე გამოიპარა თავისი სასახლიდან და თეზევს ორი რამ მიუტანა. მალი, რათა თეზევს კაცი ჭამია მოეკლა და ძაფის გორგან, რათა ლაბირინთის დერეფანში არ დაკარგულიყო და უკან დასაბრუნებელი გზა ეპოვა. არიადნეს ხმლის დახმარებით თეზევსმა დაამარცხა მინოტავრი. მისი გორგლის მეშვეობით თეზევსმა და დანარჩენებმა ადვილად იპოვეს ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზა და გემზე დაბრუნდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ლურჯ ზღვაში თეთრი ხამალდი გამოჩნდა, რომელიც სწრაფად მიაპოვდა ტალღებს. ეს თეზევსის ხომალდი იყო. გამარჯვებული გმირი მეგობრებთან ერთად სამშობლოში ბრუნდებოდა. მათ მეფის ქალიშვილი არიადნეც თან მიჰყავდათ. ძაფი? არ ვიცი თან გაიყოლეს თუ არა, მაგრამ არიადნეს ძაფი დღემდე რომ იხმარება რთული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მნიშვნელობით. ეს ყველა მიცის.